დღემდე მსახურის პერიოდში იღებდა აღნიშნულ პრეზენტაციას. გახდი საქართველოს ჯარისკაცი. ეს თანამდებობა მიაღწევს სამხედრო პირი, მას აქვს არჩევანის საშუალება განვითარდეს. რაც შეეხება ოფიცერთა შემადგენლობას, უფროს ოფიცერთა შემადგენლობა გლობალურ სიტუაციებზე რეგიონალური მასშტაბით რა თქმა უნდა მნიშვნელობა და რეაბილიტაცია მოახდინა ჩვენ და გაგაცნობ ყველა იმ საშუალებას, იმ შესაძლებლობას, რაც ჩვენ მოგეცა თავდაცვის ძალებს, იმის შესაძლებლობა, რომ თქვენთან შეხვედრა ის პირველ გაწევას იმ დროინდელ სავალდებულო სამსახურში. ასევე გეტყვით იმასაც, რომ დაარსების დღიდან ვესაუბრებოდით სტუდენტებს იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც თავდაცვის მიმართულებით განხორციელდა, საკმაოდ აქტიური რეჟიმით მიმდინარეობდა შეხვედრა. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის განახლებები, რაც ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება, ასევე დაინტერესდნენ საკონტრაქტო სამსახურის შესახებაც და მნიშვნელოვანი იყო ასევე რეზერვის მიმართულებით მსახურის ფორმების შესახებ მათთვის ინფორმაცია. დღეს მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სამხედრო მოსამსახურეებთან. ამასთანავე გავეცანით ყველა აღჭურვილობას და გქონდა საინტერესო ლექცია, საიდანაც გავიგეთ მათი ყოველდღიურობის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ, როგორია მათი ყოველდღიური განრიგი. მინდა მადლობა გადაუხადო მათ ამ საინტერესო ლექციისთვის, აქ ჩამოსვლისთვის და ჩვენთვის ყველა იმ დეტალის გაცნობისთვის, რომელიც ვფიქრობ, რომ ყოველდღიურობაში ძალიან გამოგვედგება და ძალიან დაგვეხმარება განვითარებაში. დღეს ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც წარმოადგენს ძალიან საინტერესო პრეზენტაცია. პრეზენტაციაში ისაუბრეს თუ როგორი არის მათი დღის რეჟიმი, როგორ ტრენინგებსა და გადამზადებებს გადიან და თავად აუდიტორიისგანაც საკმაოდ დიდი დაინტერესება წამოვიდა ამ ყველაფრის შესახებ. მადლობას ვუხდი მათ კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის.